მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მოკლედ პარადოქსალური მოვლენების მონაწილეები ვხდებით. გამოვიდა ეს პუჩისტი მამის შვილი ეს კობახიძე და ასე განაცხადა, რომ ესაო აფხაზეთსო მივაწოდეთო საწვავიო, უпростоრად ეს იყო ბიზნეს ინტერესი და ბიზნეს გადაწყვეტილებაო. ეს თლად დებილად გთვლის რა და სირად თვლის საქართველოს მოსახლეობას. ახლა რაზეა ეცით ლაპარაკი? აფხაზეთის ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარი, რომელსაც ამან მიაწოდა საწვავის საშუალება. და დააბრალა ეს ეგრეთ წოდებულ ბიზნეს ინტერესს და თურმე აი ეს ჯარი, რომელიც საქართველოს ერის საწინააღმდეგოდ დგას იქ, უნდა იყოს გამაგრებული იმ საწვავით, ის ტექნიკა, ტანკი იქნება, სააერო თავდაცვის ტექნიკა იქნება თუ სხვა რაღაცა იქნება, მოტორსროლელი ბრიგადა იქნება თუ რაც იქნება, საზეინტო სარაკეტო იქნება თუ რაც იქნება. კობახიძის ნებაზია ეს და კობახიძის ნებით მოხდა ეს. მე არა ვარ არასდროს წინააღმდეგი უბრალო ადამიანებს ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ, მაგრამ თუ საქართველო ამას აკეთებდა ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებაში, მაშინ გქონოდა ამას ჰუმანიტარული სახე და ყოფილიყო ეს სახელმწიფო გადაწყვეტილება. მაგრამ იქ აფხაზეთში აი იმგენმა რა სეპარატისტებმა რა თქვეს, იცი? ჩვენო გამოვნახეთო გზებიო იმისთვის, რომ საწვავი მოგვეზიდაო. და ქართულმა ოცნებამ და იმ ნაძირალა ნაბიჭვარმა პუტჩისტმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა ფული ამაზე, შავი ფული. საინტერესოა რა გზებით მოხდა ამ თანხების გადმორიცხვა, მიღება, გაცვლა, ანგარიშწორება. ძალიან საინტერესოა. გუშინ და გუშინ წინ აფხაზეთიდან ვიღაცა ბებოს რო გაეყიდა 2 ლიტრი ბენზინი სამეგრელოში, ხო იმას იჭერდნენ. სამაგეროდ ეს ეგრეთ წოდებული ბიზნესი გახსნილი ჰქონდათ მინისტრად რო ყავთ იზორია იმათი ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის და ასე შემდეგ და იმათთვის ეს მოსული იყო და დღეს აგერ სულ გახსნეს ხელი ამ ვითარებაში, როდესაც ხო იმყოფება რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მისი აპეკუნი ეგერ აფხაზები ვერ არიან კარგ მდგომარეობაში რა. და ამ დროს გადაწყვიტეს ამ ნაბიჭვრებმა ქართველი ერის ინტერესზე ფული შონა. რა თუნდა იმას თქმა, რომ ეს მოღალატეები, ეს კალაძეები, ეს ანასხლეტი თესლიშვილები, ესენი კობახიძეები და ისინი ქვეყნის მტრები არიან და ამ დროს გამოდის ის, რა ქვია, ვეტერანთა დეპარტამენტში რო რუსის სვინია მაშკაროზის, ის ღორიშვილი კობაკობალაძე რა და იძახის, რომ ჩვენო დიდი კავშირები გვაქვს, იქო აქაური ვეტერანიშვილებიო და იქაური ვეტერანიშვილებიო, იმასო ფეხბურთს თამაშობენ. რამ ხელაზე წავსულვართ ბიჭო წინ, მაგის დედავატირე და არ ვიცოდით რა. ხედავ შენ ამ ხელა მიღწევა, აგერ თურქეთში პარლამენტში ოფიციალურად დაიწყეს რომელიღაც პარტიებმა იქ იმის განხილვა, რომ უნდა აღდგეს იმასთან აფხაზეთთან კავშირი დიპლომატიური, თუ როგორ უნდა იყოს და როგორ უნდა დაეხმარნონ და როგორ უნდა ცნონ და პასპორტები როგორ უნდა აღიარონ თურმე აფხაზური და აბსურდი თემა და მუჰაჯირობის თემა ამოწიეს. და ეს კობაია კობალაძე აგერ დიპლომატიურ კავშირებს ამყარებს, ტრაკში ყოფილა თურმე დაჭრილი ომის დროს. ეს ნარკობარიგა ეს. და რა პრობლემაა? მე თურმე რომ იქ იყიდება ისა, რა ქვია, ბენზინი ჩვენ მტრებზე, რომ დაავსონ ბაკები და მე წამოვიდნენ საქართველოს თუ დაჭირდათ. აფხაზეთში რა ტექნიკაც არის მოთავსებული, საქართველოს უკრაინა არ არის. და საქართველოს არც უკრაინის მხარდაჭერა აქვს და არც იმხელა შესაძლებლობა აქვს პოტენციალი და არც ტერიტორია არ აქვს ვინმეს გაუძლოს. ერთი რომ მოკოკონ ის ტანკი აგერ ჩამოვლიან თბილისში. და ვინმეს გონია რომ ესა ჩაჩიბაიების შექმნილი არმია და იმის შექმნილი დაიხოცება უბრალო ადამიანები. სხვა რაღაცაა, ბიჭო, პოლიტიკის წარმოება. სულ სხვა რაღაცაა ვიღაცის მიმართ ჰუმანიტარული დახმარება რა. და სხვა რაღაცაა შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, შენი სამშობლოს ღალატი, მტრობა შენი ერის. მე უყურებ ამას და ამაზე რა უნდა თქვა. და ვიღაცა ნაბიჭვრები რა ამ გასიებულ ღორს რო ყავს იქ პუტჩის ტიტოვანის ძაღლის გამსეირნებელს ამას. კობაია კობალაძეს ვიღაც აი თავისი ხროვა რო ყავს დასაქმებული რა იმ ვეტერანთა დეპარტამენტში გამოვარდებიან და რა ვიღაცას ანძღავენ და აგინებენ და იმაშვებიან.
თვითონ ეგენი არიან მარტო ვეტერანები და თვითონ ამ გენს უსვრიათ მარტო ქვეყნისთვის. თქვენ თავარი ეგენი იყვნენ მაძღარი და ეგ თუ ბატონს გაუჭერდება რა, ყველას ტრაქში როზის. მაშინ გამოვლიან და ენას ამოასარსალებენ. მე რა რომ ვეტერანების ფულს ჭამს, მე რა რომ იქ აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირების დედებს ცდილობდა რომ ფული აეხია, ეს ახვარი კობაია კობალაძე. იქეთ მთავრობაა, ნაირი ბენზინს ყიდის, რა პრობლემა არის. აი ამ მდგომარეობაში დღეს რო ვართ, ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ. და მე მოუბრუნდები რა ამ თემას და სერიოზულად განვიხილავ. რა უნდა გააკეთოს გაფუჭებულმა მამიშვილმა ამ ნაბიჭვარმა ჩიჩილაკმა რა და რა ვინ უნდა მისცეს ქვეყანას საზრდო კობაია კობალაძემ უნდა გააკეთოს საკუთარი შვილი ვერ გაუზდია ანგელოზივით ბიჭი ქუჩაში კინაღამ მოკლა და ეს კიდე თანამდებობაზე რჩება და ეს ნაბიჭრები იქ რო ყავს დეპარტამენტში და სახელმწიფო სახი აქვთ მიღებული გამოდიან იგინებიან ილანძღებიან და სახელმწიფო ფულს ჭამენ მერე და ქუჩის ბიჭები ყავს იქ მიყვანილი ესენი ვეტერანები კი და ნაბოზურები არიან იქ ვინძია ყველა და ვინც ასეთ რაღაცას ასრულებს ყველას დედას შევეცი მე ვისაც საკუთარი პირი ენა ვერ გაუკონტროლებია და სახელმწიფო სახელი დგინება მაგედან. და კაც თუ რამე გამოთქვა ვინმე თავისი აზრი და კობაია კობალაძეს დაუძახა ქვეყნის მტერი და სამეგრელოს ამწიოკებელი სუსიდან არეკიებს მე რომ ვინმე დაატეროროს და დააშინოს. ყლევერ მოჭამოთ ვერავის ბიჭო ძირში. თქვენ ახართ ქვეყნის მტრები და მოღალატეები. აფხაზეთის ომი ზუსტად იმიტომ მოხდა თქვენარი ნაბოზურები რო იყვნენ მაგ. და ზუსტად იმიტომ იყო რომ გაყიდული ჰქონდა ცული რუსებზე და წარმოუდგენელია რა ტიპი რიაზანში იყო ერთ წელიწადში იქ სამხედრო აკადემია დაამთავრო მერე ზაკოსთანთან ამშრომლო ზაკავკასკი ვაინი ოკრუგთან ჩამოგიშვან საქართველოში გაქხადონ გაქციონ გენერალი იყო კიტოვანის ძაღლის გამსაიერნებელი ჯაბაიოსელენის ტრაკილოკია და მერე აქ ქართული არმიის სიჯანსაღეზე ილაპარაკო და მებრძოლი ტიპი ხა გასარკვევია ბევრი რამე რა ვის ნარკო კაიფში რა მოუვიდა ჩვენ ძალიან ბურუსით მოცული ქვეყნის ისტორია გვაქვს რომელიც ბევრმა არის ერთი ჯაბაიოსელიანმა დატოვა ეს მესამე განზომილება და მოყვა ამის შესახებ ვინ რას აკეთებდა ომის დროს და ვინ როგორ ესოდა ზვიად გამსახურდიას ტყვიებს და გამოსულები ახლა ესენი და თურმე დიპლომატიურ ურთიერთობებს აკეთებენ მაგარ დიპლომატიას აკეთებთ თქვენ აგერ აწეული მიდან აფხაზეთიდან ლამის თურქეთიდან ლამის აფხაზეთში საპასპორტო კონტროლი ცნეს. არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც ერთი სხვა უწყება ხმას არ იღებს ამ ყველაფერს და იქედან კობახიძის განცხადებებზე რა, ეს ეგრეთ წოდებული აქეთ სამხრეთოსთან თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იმას ყვირის რომ აგერ უნდა დაისაჯოს ამის გულისთვის რომ მთელიერიო ქართულიერიო აგერო მისი პრემიერი ასეთ განცხადებას აკეთებს. სადა ხართ ახლა ეს ვაშკაცი ტიპები რო ხართ იქ მაგარი როჟები კობალაძის მიერ ჩასმული პროჭები იქ სახელმწიფო ბიუჯეტს რო წოვთ რატო არ გამოდიხართ და ამაზე რატო ვერ იტყვით იმიტომ ჩმორები ხართ ხელფასის ბოზები ხართ ბიჭო ხელფასის ბოზები ხართ ჩვეულებრივი რისი ტრაკი გაქვთ ერთადერთი რისი ტრაკიც გაქვთ გადაუხადოთ ბინძურ ადამიანებს ფული და ალაპარაკოთ ყველაფერი, იმიტომ თქვენ არ გამოშლეთ, იმიტომ დარტყმა რო იყოს, იმგენმა მიიღოს და თქვენ დაიმალოთ რა. არა ესე არ გამოყვა. ყველა ვიცით ვინსადაა და როგორ არა და რანაირია. თქვენ ახართ ქვეყნის მოღალატეები. მოღალატეები, თქვენი პრორუსი პატრონების დედა შევეცი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. და ხო მინდოდა და ესე გითხარი რა, რაც მინდოდა ის გითხარით რა. წადით ახლა და გინდა ბენზინი მიყიდეთ აფხაზებს და გინდა ტრაკი მიეცით. თქვენ ქართველი ერის სისხლი გაყიდეთ და თქვენ ბენზინს არ მიყიდით, ბიჭო, ვიღაცა აფსუებს. ყოველ დღე მიმდინარეობს იქედან ანტიქართული კამპანია, გვაფურთხებენ სულში, ჩვენი სალოცავები გახდილი აქვთ რაღაცა აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობის საკუთარ კერძო ობიექტებად და 1000ჯერ ისტორიის გადაწერის შემთხვევა და წაგვიშალეს იქ ნაწერები და ყველაფერი და ეს მეფე ჩვენი იყო და ის მეფე იმისი იყო და ეს თითქოს აფხაზეთში იჯდა მთელი საქართველოს თავები და აფხაზეთიდან გუმართავდა ჩვენ მთელ ქართველებს რა. აი ესეთ მარაზმში ჩართული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გვიმტრობენ. იმან არაფერი არ უსწავლიათ, ერთი არძიმბა მისწავლა თბილისში და მე იყო ქართველი ერის მოყვარული რა. რატო უნდა მივცე მე მტერს
იმის საშუალება, რომ საკუთარი არმია ყვებოს აქედან შეტანილი. ერთი რომელი კომპანიებია კიდე რა, დაასახელეთ. ეხლა როგორც ეს ნაბოძვარი კობაია კობალაძე ემალება ზურგს უკან პროჭ ჯანყარაშვილს, რომლის სკრინებიც აქვს, აგერ ფულებს როგორ გთხოვდა და რომ ფულის გულისთვის საკუთარ დედას რო ატყნევიებდა ყველას. აი ეხლა როგორც კობაია კობალაძე ემალება იმას უკან და ყვირის და წივის, იწივლოს გას ვის კიდია, სულ კიდიათ ამის კივილი, იმას ფასი არ აქვს საზოგადოებაში რა. როგორც ვიღაცა ცალთვალა ვირთხა რო ყავს იქ. იმას ომში არ დაუკავია თვალი დეპარტამენტზე რო ყავს მიჯაჭვული, ხო? აი ისე ემალება ეს დედამოწნული კობახიძე ბიზნესს. და ერთი გვანახეთ, ვინ არის ის ანტიქართული ბიზნესი და როგორ არის ქართველი ერის საწინააღმდეგოდ ჩართული და რატო დაარღვია კანონი? აი რა ვიცი, ვიღაცა რო გადმოვიდეს აფხაზეთიდან ჩვეულებრივი ადამიანი და მეორე ქართველ ადამიანს დაელაპარაკოს ქართველსა და ნათესავს, აქ ანტისაოკუპაციო კანონით დაიჭერთ, ბიჭო. ანტისაოკუპაციო კანონით დაიჭერთ და ეტყვით, რომ აი რომ დაარღვია კანონი და თქვენ ამხელა ანტიეროვნულ ქმედებას ჩადიხართ. როცა არსებობს ანტისაოკუპაციო კანონი, გალონებით ბენზინს ყიდით, რომ მათი სამხედრო ბაზები მომარაგდეს და პასუხი არ გინდათ ამ ყველაფერზე აგოთ, ეს არის ნორმალური? სადამდე დავეცით, ჩვენ რა ის აფხაზების და რა ის ოსების წინააღმდეგ უნდა გქონდეს პრეტენზია, ჩვენ გვყავს აგერ მტრები ჩვეულებრივი. და ესენი ეს ვირთხები ეს ვითომ დეპარტამენტს რო უძახიან ვეტერანთა გამოდის და იმას ლაპარაკობს რომ ასეთ დიპლომატიურ ურთიერთობებში არიან შესული და დაუაჯვით თქვენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და მოუთხან აფხაზეთის მხარეს მებრძოლი ყველა ვეტერანი და ყველა ვეტერანის ოჯახი და შვილი ბიჭო. თქვენ პროჭიაშვილებო იმას რა ქვია კობა კობალაძე მისი შვილი ვერ გაუზდია ტუტუც კრიმინალის კაცის მკვლელი. ამან ვის შვილებზე უნდა იზრუნოს ამან. და არ არის ფაქტი არ არის თქვენ დაატირებულებო საიდან გაიჩინეთ ესეთები რომ ნაცების დროს ქოცების დროს აი ეს ვირთხები რა ის იყო და ზანგისყლეს რო უძახოდნენ ბოდიში მაგრამ ნუ ასე უძახოდნენ და ქურთი რო ყავდათ გენშტაბის უფროსი ჯერ ისიც ზუსტად გამსახურდიას D30-ის ქვემეხიდან პირდაპირ ესროდა იმაში კაბინეტში სადაც იყო ქვემეხს მერე იყო კობა კობალაძე და ესენი სამეგრელოს ჩვეულებრივ აოხრებდნენ, მარადიორობდნენ საკუთარ ქვეყანაში და ახლა ვიღაცა ნაბოძვარი გამოდის იქიდან და იძახის რომ ბარამიძე მის რო თქვა ნემსაძე ამ ბარამიძის დედასაც არ შევეცი ბარამიძის თანატოლი თქვენ ახართ და თქვენ გვერდზე იყო და თქვენ ოფლს ყნოსავდა და თქვენი სისხლით იკვებებოდა და თქვენ აწოვებდით ძუძუს მაგას შევარდნაძის მთავრობიდან დაწყებული მის საერთოდ არ ვიცნო ბარამიძეს მაგის დედა შევეცი მაგი მაშინ იყო პასუხსაგები, როდესაც სვანეთში ასეთი სისხლიანი რაღაცეები აკეთა. და თქვენ მაშინ ბიძია დუმდით, თქვენ მაგის თანატოლები, იმიტომ თქვენ როცა გჭირდებათ კობა კობალაძეებს და ამ ტიპებს ხართ თანამებრძოლები ბარამიძეებთან და როცა არ გჭირდებათ ისინი არიან ქვეყნის მტრები. როგორც ისინი, იმ მორალის ხალხი ხართ თქვენ. მეტის კი არაფრის. აი დიდხანს არ გაგიგრძელდებათ ეს ორმაგი ტრაკის მიცემა რა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორც იქცეოდა ახლა კობა კობალაძის დაქირავებული ეგრეთ წოდებული ვეტერანები ტრაქში რო უძრებოდნენ წყალდუბოში იმას, რა ქვია, ნაცმოძრაობის კანდიდატს 2012 წელს. და მე ხან მოწინააღმდეგები იყვნენ და ხან ერთად ქონდათ ველზე ნაბრძოლი. სალაპარაკო კი არა, სურათებითაა ყველაფერი დასადები, თქვენი დედა შევეცი თქვენ ვინ მოგცათ იმის უფლება, ბიჭო, რომ საქართველო გაყიდოთ. და ქართული ინტერესი გაყიდოთ. და ვინ აი ვაგინებ კონკრეტულად იმ ეგრეთ წოდებულ ბიზნესს, რომელსაც ამოეფარა დღეს კოცების ხელისუფლება. ვინ ახართ, რა ხართ, საიდან მოდით? რა ბიზნესი გააკეთეთ ასეთი ქართველი ერის ინტერესის წინააღმდეგ? ეს ქვეყანა, ეს ხელისუფლება არის საშიში ხელისუფლება, ეს ქვეყანა არის საკუთარი ერის ინტერესის წინააღმდეგ მავალი ხელისუფლება. მთელი მისი აპარატით რაც არის. და იმ აპარატებში ზიან ქვეყნის მტრები. აი ეს დადასტურდა ეს შემთხვევა და ეს შემთხვევა არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ერისთვის და ამაზე პასუხი უნდა გაგვცენ კაცო და ამაზე პასუხი უნდა ააგონ. როგორ შეიძლება რომ ვიღაცა ანასხლეტებზე რა კობაია კობალაძის ანასხლეტებზე და ხელისუფლების აპეკებზე გავიდეს მთელი ერის ინტერესი. ამხელა დანაკარგი გვაქვს მიღებული. და გამოვა ვიღაცა და მე 2008-ში ვომობდი, ასე შვებოდი, ისე შვებოდი და მახსოვს მე ტიპები რა, როგორ პარტიიდან პარტიაში გადაძურებოდნენ ხოლმე და პროჩი დაიმალებოდნენ. ყველას პირადი ისტორია ვიცი, გინდა პოლიტიკური, გინდა სამხედრო.
წადი თქვენი უაზრო თეატრალი დედაშევეცი თქვენ მარტო მაშინ ახართ მაგარი როცა თქვენი პატრონი დაგირეკავთ ასე და აბა მიდი ხმა გაეცი შენ გმირი ხარ გმირი არა ჩემი ყლე ხარ შენ დედაშევეცი გამოსული ხარ აგერ რიაზანელი ღორის გასაправებლად და იმის გასაправებლად რომ მაკროზი ხარ მაგ ვეტერანთა დეპარტამენტში და ფულსჭა და ვეტერანების ფულსჭა და აუღიარებელი ბიჭების ფულს იდებ ჯიბეში აი იმის ტრაკის გასალესად ხარ გამოსული წადი და იქ შენ პატრონს ისეთი ის უყიდე რა ქვია ფეჩი რომელიც უცხიმოდ შეწვავს დედალს კობაია კობალაძისთვის კალორიები რო არ გაუშვას ვენაში ქოლესტერინმა რო არ შეაწუხოს და ის პრემიერი ჩიჩილაკა თმები შეუღებით კარგად და აქამდე მოიშვას კიდე ძალიან ქართული წესი არის ეს და ძალიან უხდება და ძალიან მაგარი ახალგაზრდა პრემიერი ყავს და იმას პრობლემა არა აქვს კალორიების, იმიტომ სპორტ დარბაზში დადის იქ, ოღონ რომელიმე ნაცმა მე კუტუზე არ გადაუღო სურათი. გული მერევა თქვენზე რა. თქვენ ვირთხებო, თქვენ სეპარატისტების ტრაკის ბურთებო რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა. რა უნდა თქვენ ხა ვის უნდა ზდიო, ბიჭო? აი რა ხდება იცი მაშინაც რუსეთმა დაგვაქცია ამგენის ხელით და დღესაც ანალოგიურს აკეთებს ესე იგი ჩემ გონებამდე არ დადის რა რაღაცა მოჭრილ ტერიტორიას აფხაზეთს ეხმარება ყოფილი გერეუშნიკების ხელით კობაია კობალაძის ქართველი ერი არსად არ წერია და არსად არ არის ამას დიპლომატია აქვს ვეტერანების შვილებთან ფეხბურთს თამაშობენ მაგარ ფეხბურთს და მაგარი შერიგების პროცესი მიდის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერ ქართულს თავზე აჯვამენ იქ. და ქართული სწავლა იკრძალება სკოლებში და ქართული წიგნები ამოიღეს და ქართულ ენაზე ლაპარაკი იკრძალება. მაგარ ქართულ საქმეს აკეთებთ თქვენი დედაშევეცი, თქვენი მაგრათა გაქვთ დეფინიცირებული ქართველი ერის ინტერესით ანტიქართული საქციელი. თქვენ გამოსათრევი ხართ თქვენ აბოზრებო და მერე ვის რატო უნდა უგვირდეს რა კობაია კობალაძემ იმდენი გააფუჭა ეგრეთ წოდებულ სახელმძღვანელოში მოსწავლეებისთვის თავი გმირად შეატანია იქ რა ამ ნარკობარიგამ რომელიც იარაღს ყიდდა აფხაზეთის ომის დროს ჩვეულებრივი ბარიგა იყო და ზუსტად ამისი გაყიდული იარაღით ზუსტად აი ამისი გაყიდული საზეიმტო იარაღით ჩამოაგდეს საერთაშორისო ბორტი აფხაზეთში ეს ყველა მიცის ეს იმიტომ რომ ჩეჩენებს მიყიდა იარაღი მაშინ იცი რას გეტყვით ხო რუსლან გილაევს თუ გაინტერესებთ მაინდა-მაინც ზუსტად ბევრი რამე არის ის ქართველმა ერმა რა ბევრი რამე არის ის მის სისხლზე როგორ გაკეთდა ფული და სალაპარაკოა ეს ყველაფერი და პასუხია ამ გენზე მოსათხოვი ბენზინი მიყიდეს რომელი ბენზინი მიყიდეს ყულებში და იმაში რომ შემოდიოდა და რუსული ნედლეული რომ მუშავდებოდა და სანქციები რომ დაადვეს მე რა იქედან გამოწოვილი ბენზინი გადასცეს რუსეთს თუ რუსეთს თვითონ უჭერს ბენზინი და ეხლა აფხაზეთისთვის არცალია რამდენი დაჭირდა თუ ეშინია საქართველოს ხელისუფლებას რომ ვინმე ჩამოკრავს ენგურგეს და ნახევარ საქართველოს გათიშავს მაშინ თუ ასე აბიძია გამოდით და ილაპარაკეთ თუ გაინტრიგებთ ვინმე თუ ტრაქში ყავხართ ვინმე თუ ასე შემდეგ აბა რას ქვია ეს რა ამბავი ისედაც მთელი აფხაზეთი თუ ვინმეს იქედან ტყვია უსვრია ქართველისთვის მოდის და ამ ჩვენს საავადმყოფოებში უფასოდ მკურნალობს მე პრობლემა არ მაქვს ბავშვი თუ გადმოვა და ორსული ქალი თუ გადმოვა და რაღაც მოხუცი თუ გადმოვა რა ისიც ქალი მაგრამ საქართველოს გულში ტყვის მსროლ ადამიანებს რომლებიც ყოველ წუთში ჩვენ გვაგინებენ რა უნდა ჩვენ სისხლში ქართველი ბავშვი და ქართველი ქალი და ქართველი ადამიანი ვერ მისულა დღეს საავადმყოფოში და გვაქვს ჩვენი მის რესურსი ჩვენი ქვეყნის მტრები ყვებოთ რაღაცა ეგრეთ წოდებული იმის დეინტეგრაციის ქვეშ ან ხო ახლა იცი რა არის კიდე ბევრი რაღაცის ჩაყოლა და ლაპარაკი მინდა ქართველებს რო ხრიტავდით მიტინგებზე და მიტინგებს რო ხრიტავდით ეროვნული ხელისუფლების დაცვის სრულელებს და გმირებს ისინი ნამდვილი გმირები იყვნენ ვინც რუსეთის ტრაკიდან გამოგვიყოლა ვინც სახელმწიფო მოგვცა და რესპუბლიკა შეგვიქმნა აი მათ ებრძოდით თქვენ და გამოდიან ეს პროჭიაშვილები რამოდენიმე კომენტარი წავიკითხე რა კობა კობალაძის ნიფხავში დასაქმებულები და ეროვნულ ხელისუფლებას ლანძღავენ ვინც ეროვნულ ხელისუფლებას მტრობს ყველას დედაშევეცი ყველა ანტიქართველია და ყველა მტერია
სად რომელიმე ბუნაგშიც არ უნდა ყოფილიყო კობა-კობალაძის ტრაკში და ჯაბაიოსენიანის უკანალში. და გასარკვევია, ერთი ამოსაღებია სტატისტიკა, რამდენი ადამიანი და რამდენი ქართველი მოკალი თქვენ. აფხას არ ეყოფოდა ტყვია ქართველისთვის იმდენი სასროლი, თქვენ რო გაქვთ ქართველებისთვის ნასროლი. რა შუაშია აქ რაღაცის გაღვივება და მე მაგალითად როგორც ჩვეულებრივი ქართველი ეროვნული ხელისუფლების დამხობისთვის 92 წლების ამბავში და 90-იანი საკითხად წამოვიდა მე და ის ომი რაც მოხდა, იმისთვის ვითხოვ სამხედრო ტრიბუნალს ამათთვის. ხო, ვინ გააკეთებს? თუ არა კი აი ეს რო გაკეთდეს, კობა-კობალაძე და მისი შაიკა იქ ვეტერანთა დეპარტამენტში კი არ დაჯდება. დედა ექნება მოსატყნავი, ისე იქნება გასარჭობი ერთ ადგილზე. ქართველი ერის გენოციდისთვის. არ უნდა რუს-აფხაზი შემოშვება და ოსის ჩვენთან აგერ ყვავდა მტრები, აგერ ხოცავდნენ, აგერ გვიღებდნენ სისხლს. ხატვარს რო ხელი მოაჭრეს იმაში, იმიტომ რომ ზვიადის პორტრეტი ქონდა დახატული და კიდე ესეთი რამდენი უბედურება დედის წინ რო შვილებს ცხრილავდნენ. ეს ზვიადისტია, ის ზვიადისტია, ამისტია, იმისტია. თქვენ არ იყავით? ამას ხო აფხაზი არ აკეთებდა, ამას ხო სხვა არ აკეთებდა, ამას ხო ოსი არ აკეთებდა. თქვენ აკეთებდით ამას, შევარდნაძის მითითებით. აბა ვინ აკეთებდა? გამოვიდით ახლა ლანძღეთ რამეს რომ კიდია, აგერ ვიღაცა ნაბოს ვარ, ჯანყარაშვილს თუ დაემალება, ამჯერ ბიჭო სირცხვილია. აი ამ ხელა ტიპს ემალება ეს რუსის ღორი უკან, კობაია-კობალაძე. მე მიტყდება რომ ხედავ აი ასე ლანდში, მაგის დედავატირე ის რო არის, რა ქვია, ტურატაბაკი. ესეთი გმირია რედიარდ კიპლინგის მაუგლში. აი ესეთ ვირთხას ემალება, აი ეს უზარმაზარი იმის რკოზე გასუქებული ღორი. ფუ, იმის ტრაკიც არა აქვს რამე ილაპარაკოს და დამჯდარი გამოყლევებული ჯაბახუბოასთან. და ზღაპრებს და მომიწვია, ვითომ კობაია-კობალაძე იქ ვინმე მიიწვია. და აუφ ბიჭო, ეხლა სუსიდან არ დაირეკა იქ და ეს პროპაგანდონი იქ შეაგდე და ლაპარაკი, ესე ხდება. ერთი ხართ თქვენ ბარამიძეები, ეს კობალაძეები, ეს ერთი ყლეები ხართ ყველა, აბსოლუტურად რა. და პლუს თქვენი მამა მარჩენალი იქ ვინც ის კობახიძე პუტჩისტის შვილი, სანდოკადრი. გეორგიევსკის ტრაქტატზე რო დაიწყო ლაპარაკი. კითხვა არ იცით და ისტორია საიდან გეცოდინებათ რა. ვინ ჩემი სირია ჯერ, ვინ ჩემი სირია ეს ჩიჩილაკა, მაგან ილაპარაკოს საქართველოს ისტორიაზე და მით უმეტეს გეორგიევსკის ტრაქტატზე. ან მის პლუსი, ან მის მინუსი, რა იცის მაგან. რამდენჯერ გვიღალატეს იმ გეორგიევსკის ტრაქტატის გამო. ზოგადად გასაგებია თუ რუსეთს აინტერესებდა რამე საქართველოში, აინტერესებდა მისი რეგიონების დაცვა და მისი ინტერესი ჰქონდა რომ კავკასი არ დაშლილიყო ჩერე საქართველოსთან. და ამიტომ იყო ეს თემა. და არა იმიტომ რომ გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო იქ. მაგრამ უციგნურები ხართ, დებილები ხართ. ტრაკში უნდა გაარჭო ეს გეორგიევსკის ტრაქტატი უკან იმას კობახიძეს და მთელ ბიძინა ევანიშვილს. და ახლა ამ ვირთხას ამას კობაია-კობალაძეს უნდა შენარჩუნება თანამდებობის, წყალი შეუდგა. და ტრაკს უკიცინებს იქეთ, რომ აბა არ გამომცვალოთ, მე კაი ბიჭი ვარ, მე ბევრს მოგემსახურებით, მე თქვენს წინააღმდეგ მყოფ ადამიანებს დავაბრალებ აგენტობას, ვითომ 37 წელი იყო შენ ამის აგენტი ხარ, შენ იმის აგენტი ხარ, შენ იმის აგენტი ხარ. და ამ დროს კლაჩკო ალექსანდროვიჩის აგენტი არის თვითონ. ეს მსუქანი ღორი, საკავკასკი ვაენი ოკრუგიდან. ერთწლიანი გენერალი, ჩამოგვისვეს აქ, ჩამოგვისვეს დესანტად და აფხაზებთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ახდენს აგერ თურმე. და ამის ატანა გვიწევს თითოეულ ქართველს, თითოეულ ადამიანს გული მერევა, ბიჭო, ვინ არიან ესენი რა ხალხი არიან, რა ადამიანები არიან რა. და ბანდა მაგის დედავატირე ზვიად გამსახურდიას რა, მართლა ეროვნული მოძრაობის პატრიარქია ჩემთვის. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ასეთ ადამიანებს რო ტყვიას ესური. და ასეთი ადამიანების წინ რო წახვალ, ვინ არიან ესენი? ვიცნობ საერთოდ ამის უკანალში შელაგებულ როჟებს? მამა ჩემი რო ქვეყნის გულისთვის იყო დაჭერილი კგბ-მ რო ჩასვა ეროვნული ლიტერატურის გავრცელებისთვის, თქვენ მაშინ მიზე ყვერებში იჯექით. და თქვენ ახართ გაზრდილი სპერმის ფსიქოლოგიით. თქვენ რა იცით ეროვნული, რა იცით ქართული რა, თქვენ ლიზბი ფორმა გეცვათ, ფული გადაგიხადოთ სახელმწიფომ და გქონდეთ მიმართულება ვის წინააღმდეგ უნდა ამოიღოთ ხმა. და საკუთარ დედას მოტყნავთ მაგის გულისთვის, რომ ლიზბის სახში ორი კაპიკი მიიტანოთ. თქვენ ოჯახში შავი პურის მიმტანებო. და ზრდით იმ ბოღმით თქვენ შვილებს რა ბოღმიანები ხართ თქვენ და კადრულობთ ყველაფერს უკადრებელს. აი ეს არის სიმართლე. აი ეს აფხაზური თემა და ქართველების ღალატი. ეს ხანგრძლივი საკითხი არის.
განსახილველი თემა, ეს კომპლექსური თემა, ეს არის ძალიან სერიოზული თემა და ამას ჭირდება, ხო უყურებთ, არავინ ამ თემაზე არ ლაპარაკობს. ეს არის დახურული ტაბუირებული თემა, რომელში ჩახედვის სურვილი არა აქვს არც მოღალატე რუას ტელევიზიას, არც ეგრეთ წოდებული ებრაელების ტელევიზია როა იქ ფორმულა თუ რაღაცა და არც ეცხოვს. იმიტომ რეალობაში საქართველოს ტელევიზია რა. და ეგრეთ წოდებული 200 ლარიანი პრესები რო აქვს, ბიძინა ივანიშვილის სურათი რო უყენიათ ზევით, აი ის დაჯგუფება და ის პროპაგანდისტული არხები მარტო და მარტო მუშაობენ ადამიანების გაშავებაზე და სიმართლის სიყალბეთ შეთეთრებაზე, როგორც კობალაძემ შეიტანა მე-9 კლასში წიგნები, რომ თურმე გმირი ყოფილა ეს აფხაზეთის ომის დროს. ეს მართლა ნარკოდამოკიდებული სირია ეს. რა უნდა ვთქვა მე ამაზე საკუთარ ახლობლებშიც, მათ ნაფიცებში და იმაში ქონდა მტრული დამოკიდებულება და ბევრი რამე ვიცი კიდე თავმოყარებობის გამო არ ვამბობ. ვიცი, მაგრამ ნუ იძულებული ვიქნები, მალე ეს ვილაპარაკო რა. და ერთმანეთს ვტრობდნენ და ერთმანეთს უტეხავდნენ ძირს და ერთმანეთს ცდილობდნენ რომ მიეჩოჩებიათ რომ რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ტრაქთან ყოფილიყვნენ იმ ღუმელთან რომ საკვები მიეღოთ და ასეთი ხალხი ხა ვის დაინდობს რა საკუთარს რო არ ინდობს ის სხვას დაინდობს იმ კიტოვანის ტრაქში ნამყოფ ხალხსაც არ ინდობდა ეს სპერმის ფსიქოლოგია ლიჟბი გაასტრო საშვილოს დროსა რომ მარტო იყოს თვითონ გამნაყოფიერებელი და მიიღოს სარგებელი აი ესეთი ხალხი არიან ესენი